ჩაერთო ეს ცალკე თემა არის. მომდევნო მსხვერპლი ასევე იყო არაბული გაზაფხულის შედეგად ესეც ნავთობით მდიდარი ქვეყანა სირია, რომელსაც არანაირი დიდი სიყვარული არ ჰქონდა ისრაელის მიმართ. ისევე როგორც ერაყს, ისევე როგორც ლიბიას. და ამ ყველაფრის გვირგვინი, სადაც ასევე დემოკრატიას ძალიან უჭირს, არის ირანი. რომელსაც ერაყის მსგავსად უმტკიცებენ, რომ ეუბნებიან, რომ გააქვს მასობრივი განადგურების იარაღი, ბირთვული ბომბი და მთელი მსოფლიო ამბობს, რომ მას არ აქვს. და თვითონაც ამბობს, რომ არ აქვს. აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული. და სადაც მოვიდა სხვა რეჟიმები ამ ქვეყნებში, იგივე ლიბიაში, იგივე ერაყში, იგივე სირიაში, კაცი ჭამია ხალხი პირდაპირ. კაცი, აი, სირიის დღევანდელი პრეზიდენტი ეს იყო იმ დონის სისხლის მსმელი და კაცი ჭამია ადამიანი, თვითონ ამერიკელებს ჰქონდათ 10 მილიონი დოლარი დაწესებული ინფორმაცია, რომ მიეღოთ მასზე და ახლა ამ სისხლის მსმელ და კაცი ჭამია ადამიანს ტრამპი მიდის და ხელს ხობს და შეინჭირიმე შენ გენაცვალეს უძახის. იქ უკვე დემოკრატია არის, იქ უკვე მალე გეი პარადები ჩატარდება, იქ ძალიან მალე დემოკრატიის ოაზისი ამოვა და ასე შემდეგ. ახლა მოვიდა ირანის დრო. სირიის სხვათაშორის დამხობა პირდაპირ საჰაერო დერეფანს აძლევდა ისრაელის ავიაციას, რომ ჰაერში მოეხდინა გადასხმა ბენზინის, იმიტომ რომ თვითმფრინავები დამატებითი ავზების საშუალებითაც ვერ აღწევენ ამ ხელა მანძილზე, ბომბავენ ობიექტებს, მერე უკან ბრუნდებოდნენ. ძალიან ძნელია ეს ყველაფერი. მით უმეტეს თუ ეს არის მტრულ სახელმწიფოებში. სამაგიეროდ ეგრეთ სირიას მოუხსნეს სანქციები, სირია გადემოკრატდა, იმიტომ რომ სირიამ გახსნა საჰაერო დერეფანი, რომელ დერეფანშიც ისრაელის ავიაცია შვენივრად ივსებს ავზებს და ბომბავს იქედან ირანს. ერთადერთი ვარიანტი, რითაც ეს კარტი ლაგდება, არის მხოლოდ და მხოლოდ ეს მიმართულება. აი, ერთი წუთი ვინც ილანძღებით და იგინებით პროვოკატორები, ეგრევე გაბრძანდით აქედან. გაბრძანდით. გინება ჩემი მეზიზღება, სხვისი კი არა. გაბრძანდით. არ შეგიძლიათ ნორმალურად ისაუბროთ, არ შეგიძლიათ ნორმალური კითხვა-პასუხი დასვათ, ნორმალური დისკუსია დასვათ, პროვოკატორები და ამრევები დაიბლოკება, იკრძალება გინება და იკრძალება ერთმანეთზე რელიგიური შეურაცხყოფის მიყენება. ჩემ ჩატში ასე იქნება და სხვაგან არ ვიცი. ამიტომ ვინც დაიწყებს ლანძღვაგინებას, ხო, არ მიყვარს, არა, არ მიყვარს. შენ გინია მიყვარს, როცა ვიგინები? ძულს. მაგრამ იზოლებული ვარ, რომ ვიგინო. ახლა რა შეეხება ამ მოვლენებს, რომელიც მიმდინარეობდა ამ პერიოდის მანძილზე, ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთის რუკა, რომელიც არის ისეთი როგორიც არის და როგორცაც ხედავს ისრაელი, ამერიკელები ამ ყველაფერს ხედავენ სხვანაირად. ამიტომ როგორც საუბრობენ და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ამერიკელების დალაგებულ ახლო აღმოსავლეთის რუკას, რომელშიც ირანს თავისი ადგილი ჰქონდა, ეს იყო ნეთანიაჰუსთვის მიუღებელი. ამიტომ არცაცია და არცაცხელა და მისი ამ ქმედებით ჩაშალა ამერიკელების გეგმები